Დავრუნდეთ კვლავ საქართველოში, სადაც თბილისში Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული გრძელდება. შემოდგომის ყველაზე მოდურ სანახაობას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მასპინძლობს. კვირეულის მეორე დღე ნიკოლოზ რაჭველისა და ორკესტრის აკომპანიმენტი დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამ გახსნა. 30 ლუკისგან შემდგარი კოლექცია გაზაფხული ზაფხული სეზონზე მანდილოსნებს დახვეწილ და ქალურ სამოს თავაზობს. კვირეულის მეორე დღის ფარგლებში კოლექციები ხუთმა დიზაინერმა რია ქებურიამ, აკანა ნიტაშულმა, ლელა ელოშულმა, უკრაინელმა დიზაინერმა ლიტკოვსკაიამ წარადგინეს. Mercedes-Benz-ის მოდის კვირეები თბილისში 9 ნოემბერს ქართული დიზაინერის ბესარიონის ჩვენებით დაიხურება. თავარი ინსპირაცია იყო ელსვორთ კელის, ეს ხელოვნის ინსპირაცია იყო და ქალი იყო ინდივიდუალური და აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაცული ინდივიდუალურობა. მე და ნიკოლოზ რაჭველი უკვე 15 წელია ვიძახით, რომ ერთ დღეს ჩვენ ერთად გავაკეთებთ შოუს და აი ეს დღე დადგა და გავაკეთეთ. დიდი ხანია ამ საქმიანობასთან აღარ მქონია კავშირი. თუ გახსოვთ, მე მუშაობდი მაკ ასათიანის თითქმის ყველა ჩვენებაზე, მათ შორის პანკისში და ეხლა როდესაც მოვედი და ისევ დავიწყე მუშაობა ამ სფეროში, ძალიან დიდი ნოსტალგიის გრძნობა დამეუფლა და მადლობელი ვარ თამუნასი. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ჩვენებების თანმიმდევრობაც ისე დაგვეგეგმა, რომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილის და მიმართულების დიზაინერი გვეჩვენებინა. იმიტომ რომ უფრო მეტი არჩევანი ქონდეთ ჩვენ სტუმრებს, ასევე უფრო სანახაობრივადაც საინტერესო იყოს.